მოკლედ, სად არ შეხვდება კაცი GDS ექსპედიციას? დღეს ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ვიარეთ საქართველოს ერთ-ერთ ულამაზეს კუთხეს მოვადექით კახეთს და ავირჩიეთ ახმეტის რაიონი. მე სამწუხაროდ პირველად ვარ ახმეტის რაიონში და არ მეგონა თუ ამდენი ისტორიული ძეგლი დამხვდებოდა აქ და ჩვენ ორი ულამაზესი ხეობა. ეს არის ილტოს ხეობა და ეს არის პანკისის ხეობა, რომელშიც ვიმოგზაურებთ. დღეს ილტოს ხეობას გავუყვებით და კვეტერის ციხეს ვნახავთ, ხოლო რაც შეეხება ხვალინდელ დღეს ვიმოგზაურებთ, როგორც გითხარით, პანკისის ხეობაში და თორღვა პანკელის ციხეს ვნახავთ. ასე რომ გამოგყვებით ჩვენ როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო ადგილებს გაჩვენებთ. მოკლედ მივყვებით ილტოს ხეობას და მივადექით მდინარე ილტოს. ადგილობრივებმა მითხრეს, რომ უნიკალური მდინარეა და რაში გამოიხატება ახლა მისი უნიკალურობა? წლის ნებისმიერ დროს შეგვიძლია ეს წყალი გამოვიყენოთ დასალევად, რადგან დიდი დოზით არის ამ წყალში ვერცხლი და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. ყოველთვის გამჭვირვალეა და ასე რომ მე ვიკითხე, გარისკვა ხო არ მომიწევს მეთქე ამ მდინარის წყლის დალევა და რა ვიცი, ჩვენ ამ მდინარის წყალს ვომ თუ ასე მითხრეს. ასე რომ არაფერს არ ვისკავ ახლა მე. გევრიელი წყალია. ეს ზაფხული რო იყოს ახლა ჩავჭკუმპალავდებოდი ამ წყალში, მაგრამ ცივა ზამთარია, თებერვლის თვეა. იმედი მაქვს ზაფხულშიც მოხვდები აქ როდესმე. სხვათაშორის კვეტერის ციხე მოხსენიებულია მე-11 საუკუნეში. ეს ის პერიოდია, როდესაც კახეს თბილისის საამიროს განიცავდა და უკვე შემდეგ არქეოლოგიური გათხრების შედეგად მისი არსებობა 3 საუკუნით დაძველდა. ეს არის კვეტერის ციხის ერთ-ერთი საგუშაგო კოშკი, რომელიც შედარებით კარგად არის შემორჩენილი. აქვს შესასვლელი და ძალიან ვიწრო ასასვლელია ზემოთ და არაჩვეულებრივი ხედი იშლება. ესე იგი, ზემოთ მდგომ მეციხოვნეს კარგად შეეძლო ეკონტროლებინა ეს მთელი ტერიტორია, რომელსაც ჩვენ ახლა ვნახავთ. ეს არის კვეტერის ციხის ერთ-ერთი საგუშაგოს ყველაზე მაღალი წერტილი, საიდანაც კარგად ჩანს ყველაფერი და კარგად ჩანს ხევგძელას ხეობა. ხევგძელას ხეობაში ქაქუცა შოლოყაშვილმა თავისი მოხერხებული მანევრით ერთმანეთი დაახოცინა ბოლშევიკებს. ასე რომ ამ კოშკს თავდაცვითი დანიშნულება ჰქონდა, აქედან მტრის შემოსევის შემთხვევაში აქანთებდნენ ცეცხლს, აქედან ნიშანი გადაეცემოდა პანკისის ხეობას და რა თქმა უნდა მთელ კახეთს. ეხლა უკვე უნდა გადავინაცვლოთ ციხისკენ, რომელიც შედარებით კარგად არის შემონახული. ასე რომ მომყევი რაზმო. ეს ის კვეტერის ციხის ციტადელი. ეს არის ყველაზე მაღალი ადგილი ციხის. მტერი რომ აქამდე მოსულიყო, აი ასეთი 3 გალავანი უნდა დაინგრია, უნდა გაენადგურებინა მეციხოვნები და იმ შემთხვევაში მოხვდებოდა აქ. აქ არის წარმოდგენილი ერისთავების დარბაზი, ასევე წარმოდგენილია ღვთისმშობლის სახელობის მე-10 საუკუნით დათარიღებული ჯვარ-გუმბათოვანი ეკლესია. და ასევე ერთი საინტერესო ავზი, სადაც იყო ძალიან დიდი მარაგი წყლის, რომელიც თიხის მილებით მოედინებოდა მთიდან. ასევე ერთი მნიშვნელოვანი ადგილია გვირაბი, რომელზეც ამბობენ, რომ ერისთავების საზაფხულო რეზიდენციას უკავშირდებოდა, რომელიც აქედან რამოდენიმე კილომეტრით არის დაშორებული. მე შევეცდები ეს გვირაბი ახლა თქვენ განახოთ. რა საინტერესო აქ არის?
ბაზილიკის ნაშთი, რომელიც პირდაპირ გალავანზე იყო მიდგმული. ეხლა უკვე ხსა ნაწილია ამის დარჩენილი. და აქ არის ის გვირაბი, რომელზეც გეუბნებოდით. აი ეს მიუახლოვდით გვირაბის შესასვლელს და ჩემი მინი აღჭურვილობით ნახავ არის თუ არა გასასვლელი. და რა თქმა უნდა, რასაც მე ვნახულობ, იმას ნახულობ თქვენც. ჯერჯერობით არაფერი ჩანს. ეხლა ვეცდები იქით გავიდე ცოტა. მაგრამ რაღაცა მეეჭვება, რომ აქ გვირაბი იყოს ან გასასვლელი იყოს. იცი რა, შეიძლება იყო გვირაბი, მაგრამ რამდენმა წლებმა საუკუნეებმა ამოავსო. ყოველ შემთხვევაში გასასვლელი აღარ არის. ილტოს ხეობის ძალიან მცირე ნაწილი გაჩვენა. დღეს ალბათ მე ასედი, იმ სილამაზის ჩვენება ვერ მოვასწელით, რაც აქ არის. თუ თავად ჩამობრძანდებით, ძალიან კარგი იქნება, რადგან თქვენ თავად გადაწყვეტთ, თუ სად უნდა მიხვიდეთ და სად არა. მაგრამ კვეტერის ციხე ეს აუცილებელია. ეხლა მე წავედი, ხოლმე პანკისის ხეობა, დროებით. მეგობრებო, არ არის კახელების სტუმართ მასპინძლობის გადატანა ესე ადვილი. მე მგონი, კარგად აისახება, ხო, ჩემზე როგორც ვარ. გუშინდელი საღამოს შემდეგ. არა უშავს, ძალიან კარგია, მე მომწონს კახეთი, მიყვარს კახური სამზარეულო და ასე შემდეგ. თან ახმეტა განთქმულია თავის ღვინით, ოდითგანვე. ესე იგი, პანკისის ხეობაში გადმოვინაცვლეთ. ეს არის ერთ-ერთი ბუმბერაზი ხეობა თავის ძალიან დიდი ისტორიით. თავის სილამაზით, ტრადიციებით და მიუყვებით თორღვა პანკელის ციხის გზას. ძალიან რთული გზაა. ძალიან დიდი აღმართია, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს და არ გვიშლის ხელს არავითარ შემთხვევაში. და თუ რა ხდება იქ და რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს ადგილი, ამას გზადაგზა მოგიყვებით. წავედით ერთად. უი, ვიღაცა შეშა მოუჭრია. ვა! Oh, serce, la 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 la. Oh, ძლივს არ გამოვედი გას. წამიწამ რთულდება ჩვენი გზა და მატულობს აღმართი. იცი რას ხვდები და რას ვფიქრობ? რამდენჯერ უწევდა ჩვენ წინაპრებს დღეში აი ამ გზის ავლა და ჩავლა. ან შემოსეული მტერი რა უნდოდა ამ სიმაღლეზე ამ ბუნებაში ამოსულს, რას გვაუხრებდა. მაგრამ არის საქართველო იზიდავს ძალიან ბევრს. ტკბილია, კარგია და ლამაზია. დაახლოებით დავრჩა 500 მეტრი გასავლელი, სანამ თორღვას ციხემდე ავალ. მე მგონი ეს არის ციხის გალავანი, პატარა ნაწილია შემორჩენილი. და ეს ალბათ მტერს ძალიან დიდ პრობლემებს უქმნიდა, სანამ ციხემდე მივიდოდა და ძალიან კარგი იყო. დაახლოებით თუ არ ვცდები 2-3, ალბათ 4 მეტრის სიგანის გალავანი იყო აქ. თორღვა ერისთავი, ეს იყო ძალიან ისეთი სევდიანი ისტორიის და ცხოვრების მატარებელი გმირი და ასევე იყო კოხტას თავის შეთქმულების ერთ-ერთი წევრი ცოტნე დადიართან ერთად. აი ვერ წარმოიდგენთ როგორი მაგარი ადგილია და როგორი სილამაზეა. ჩემი უმორჩილესი თხოვნა იქნება, ჩამოდით პანკისის ხეობაში და ამოდით აქ, აი ამ ციხის გზას გამოივლით, თან თუ ზაფხული იქნება ხო საოცრებაა.
და როგორც იქნა. ესე იგი 2 საათიანი რთული მთის დაძლევის შემდეგ და გზის დაძლევის შემდეგ ხდება ბუმბერას კლდეზე წამოჭიმული ბებერი თორხვა პანკელის ციხე და ეს არის დედაციხის გალავნის ერთ-ერთი კარიბჭე. ეხლა მე შევალ და შიგნით არ იცით რა სილამაზეა. ასევე ხდება სათვალთვალო კოშკი და მერე უკვე ციხე დარბაზი. სასწაული აქ-ხეურობა. აი ახლა კარიბჭის თავზე დავდექი და თქვენ თუ გახსოვთ ხვამლის თავზე რო ავედით, როგორი ემოცია მქონდა. აი ანალოგიური არანაკლები ემოცია მაქვს ახლა აქ რო ვდგევარ. აქედან აი დალოცვილი ულამაზესი კახეთის ნაწილი ჩანს. აქეთ მაღრაანის ტყე, მაღრაანის პატარა ტბა, ასევე ალავერდისკი ჩანს. აქეთ კახეთი, აქეთ ისევ პანკისის ხეობა. და ეს ის ადგილია, სადაც ხარება და გოგია ჩახოცეს, ზუსტად ეს ის ტყეა. არ ვიცი რა, ძალიან ლამაზია საქართველო რა. მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა. ხო არ წავიმღერო ახლა აქ, ჰა? ხარება და გოგია. აი ეს პანკისის საერისთავოს საგუშაგო კოშკი. ხო გახსოვთ გუშინ კვეტერის ციხიდან საგუშაგო კოშკზე საუბრობდით და ეს ის ორი კოშკია, რომელიც ერთმანეთს აძლევდა ეგრეთ წოდებულ სიგნალს ტრის შემოსევის დროს. აქ არის ასევე წყლის საცავი, აქ წყალბადს წყარს აგროვებდნენ, ძალიან ღრმა არის. ასე რომ ჩასვლა არ ღირს ჩემი, შეიძლება ვეღარ ამოვიდე და აქ დავრჩე. პანკისის ხეობაში. ისე რა მაგარია, 2 დღეში 2 დიდი ხეობის, სილტოს ხეობის და პანკისის ხეობის საგუშაგო კოშკები დაულაშქრე. აბა, შეეჯიბრეთ ვინმე, შეეჯიბრეთ. თუ მაჯობებთ, მოხარული ვიქნები კაცო. წავედით. ეს ეს თორღვა პანკელის ციხესიმაგრე, პანკისის ხეობა. ძვირფასები, მე არ ვიცი, ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა აქ ნანახმა საოცრებამ. არ ვიცი, მე-7 საუკუნეში როგორ აგებდნენ ესეთ პატარა მინი ქალაქებს, ჩავთვალოთ ასე, მინი ქალაქებს აი ამ ხელა მთაზე. აქ არის ასევე მე-7 საუკუნის ეკლესია, რომელიც ძალზე დაზიანებულია. მიუხედავად იმისა, რომ მას რესტავრაცია ჩაუტარდა. ეხლა ძალიან ცუდ დღეშია. აქ ქართველი მეფეები საქართველოს განცინახავდნენ და მე ამაში უკვე დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ ეს ადგილი იმდენად მიუწვდომელია და მიუვალია მტრისთვის, რომ ალბათ აქ ნამდვილად იყო სამალავი. ასევე არის წყალსაცავი, წყლის აუზები, კოშკები და არ ვიცი, ეს თავად უნდა ნახოთ. ეს ციხესიმაგრე იმდენად მიუწვდომელი იყო, რომ მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ მოხდა ამ ციხესიმაგრის აღება, ისიც ბაგრატ მეოთხის მეფობის დროს. ასე რომ მე გირჩევ, ჩამოხვიდეთ პანკისის ხეობაში. ეს სილამაზე თავად ნახოთ. და მე გავუზიაროთ მეგობრებს, ისე როგორც მე გაგიზიარეთ ახლა თქვენ. კარგად იყავით.